2015 წლის პირველი კვარტლიდან საქართველოში სამშენებლო რეგულაციები მკაცრდება. ცვლილებების თანახმად სავალდებულო ხდება სამშენებლო მოედანზე აკრედიტირებული ტექნიკური ზედამხედველის ყოლა, რომელიც მშენებლობის უსაფრთხოების ნორმებს გააკონტროლებს. ცვლილებათა პაკეტზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს. სამინისტროს ინფორმაციით დღეისათვის მშენებლობების 20-30%-ს სამშენებლო მოედანზე ტექნიკური ზედამხედველი არ ყავს. ის გამოც სახელმწიფო ზედამხედველის მიერ შემოწმებისას შესრულებულ სამუშაოთა 70%-ში ხარვეზები და სამშენებლო ნორმების დარღვევები ფიქსირდება. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად მკაცრდება კონტროლი სამშენებლო მასალებზეც, რომლებიც შესაბამის ლაბორატორიებში უნდა გადამოწმდეს. დეტალები თემასთან დაკავშირებით იხილეთ მთავარ გამოშვებაში. შემოდის ძირითადი ცვლილება მშენებლობასთან დაკავშირებით ზედამხედველობასთან რაც არის ის რომ სავალდებულო გახდება ტექნიკური ზედამხედველობა მშენებლობაზე. ანუ ეს ნიშნავს რომ გარდა თვითონ მშენებლისა განკუთრებულად წარმომადგენელი თავისი რომელიც გაახორციელებს ტექნიკურ ზედამხედველობას და ასევე იქნება ადამიანი რომელიც იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე თვითონ სამშენებლო ობიექტზე.